საქართველოს შოტოკან კარატე-დოს კონფედერაციის გუნდის წევრების ვარჯიშები 166 სკოლაში ჩატარდა. კონფედერაციის პრეზიდენტი და უფროსი ინსტრუქტორი თავად ავარჯიშებს სპორტსმენებს და მომავალი ასპარეზობისთვის ამზადებს. აღსანიშნავია, რომ გუნდის წევრებმა არაერთი გამარჯვება და წარმატება მოუტანეს საქართველოს. ორგანიზაცია დაარსებული თითქმის უკვე 10 წელიწადზე მეტია. გვაქვს ფილიალები როგორც თბილისში, ისე საქართველოს რეგიონებში. ჩვენთან ვარჯიშობენ აფხაზეთანაც ბავშვები, რაც თავად არიან წარმატებულებიც. ვიღებთ როგორც ნაციონალურ ტურნირებზე მონაწილეობას, ისე ქვეყნის გარეთაც, საერთაშორისოზე. წელს ბევრი წარმატება გქონდა, ისრაელში ვიყავით ორჯერ. 5 იანვარს ჩატარდა მსოფლიო თასი, სადაც ავიღეთ ყველა სინჯის медаლი, აქედან 4 ოქროსი, 2 ვერცხლის. მეორჯერ ვიყავით ისრაელში, უკვე მარტის ბოლოს, სადაც უკვე 7 ოქროს медаლი ავიღეთ და გუნდური პირველი ადგილიც. მესამეჯერ ტრადიციულად უკვე ვატარებთ კავკასიის ღია ჩემპიონატს. ბოლო კავკასიის ღია ჩემპიონატი, რომელიც 29 მაისს გაიმართა თბილისში. არ მოველოდით ამ ქვეყანას. დაახლოებით 200-მდე სპორტსმენი იყო ჩამოსული 8 ქვეყნიდან. ყველანი ვეცადეთ, რომ კარგად ჩაგვეტარებინა, ყველა კმაყოფილი დარჩა. 7-8 აგვისტოს სტამბულში გაიმართება ევროპის ჩემპიონატი კარატეში, სადაც ჩვენც მივიღებთ აუცილებლად მონაწილეობას. კონფედერაციის გუნდის წევრებს შორის არიან აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებიც. ბავშვები ყოველდღიურად ვარჯიშობენ და მომავალი საპასუხისმგებლო ტურნირისთვის ემზადებიან. მათ უკვე არაერთი медаლი და თასი აქვთ მოპოვებული. როგორც ინსტრუქტორი მზეჭაბუკ მახარაძე ამბობს, სპორტსმენებს დიდი წარმატება ელით. კავკასიის თასი ჩატარდა, სადაც ავიღე 2 მეორე ადგილი, 1 მესამე ადგილი და 2 მეორე და მესამე ადგილი ავიღე კატებში, ინდივიდუალურ კატებში, 14-15 წლის დაბალ კილოებში, მაღალ კილოებში და გუნდურ კატებში. ისრაელში ვიასპარეზეთ და მოვიპოვეთ პირველი ადგილის მედლები. ამ წელს პირველად გავიმგზავრეთ ისრაელში, სადაც გავხდით ჩემპიონი. მე ვხდი ჩემპიონი წონით კატეგორიაში -35. ძალიან ბევრს ვარჯიშობდი და შეჯიბისთვის მომზადეთ კარგად. ნაკვირას იყო კავკასიის თასი, სადაც მოვიპოვე პირველი და მეორე ადგილი. პირველი ადგილი ინდივიდუალურ კატაში, ხოლო მეორე ადგილი გუნდურ კატაში. კავკასიის თასზე 8-9 წლებში ავიღე პირველი ადგილი. ეს იყო მე-6 გამარჯვება და მომავალშიც არ გავჩერდები და ბევრი გამარჯვებას მოვიპოვებ.